მერე? ბადურა რა სახელია? შევდიდო რა ქვია? მარე რა უკეთესია? რა ვიცი აბა? ქალაქში რასაკეთებ? შაბიამისთვის გამოგზავნეს და დავიკარგე. კომპასი დაკარგე? კომპასი რა? ზაგებნა? გზა კი მახსოვს, მაგრამ ეს ამოდენა ყვავილები გაქვს და ერთი მაჩუკა. ესა კაპუცა ისო დაგენანა. მარუ? ჰა? აიდე თუ? სულა. სულა რა ვიცი აბა. მამაშორე ტრერტის ყვავილები რა. ეიცა, ბოშო, მე ვეფარა, ცოტა. რომ გითხრათ, ვინმე ჟანდარმერიის უპროცესებში ვიგიზია თქვა, დაუპასუხე. იმე, სიმონიკო, იცის რა ჩონდა დავისაქმე. იცის, თორე ჩვენზე მაგარი ბიჭია, მაგისი უფროსი. მაიმუნები გაჩუმდნენ? იდი რა, აი, გაჩერდი ხომ. შენ ფული მომეცი, კაბუცა. იმითი მთელი თბილისის ყვავილები უყიდეთ მე და ბადურა. ნაწილი ხوار ჩაიჭიბა, ბადურა. მე კაი ჩაიჭიბა. ცოტა ნაკლები ყვავილი იქნებოდა. დინამდე ვეზიდებოდი და თავით მეღვინეთ უხუცესების სახლის ჭიშკას. დავწყდი კაცი. აბა ბოშო. ორი იმდენი დარჩა და ქუჩებით მოვიდა. კაკუცა. ბიჭო, მიხვდება რა შენი მირთმეული? მიხვდება? აბა რა სიზარ სკოლას საგამო მაგის ფანჯრებთან ვარ დაკუსული. მიხვდება. კადეტებიდან გამithოვებ, ციგნი ვეღარ წამიკითხავ, სულ ძილოვა. დაიწყებ ზეგა ტირილს რა. ვერ წაგიკითხავს დორჟეც რა. დიდგორი არ მოიგო რა. ესე იგი, მაიმუნები ეკლდათ ქართველებს ჯარის სარდან, კაი ბიჭო. ასე დამეკიდა რა უნდა გამანებოს თავი. აცმარდი ბოშო. ბიჭო. კაი რასაც ხარ. მთელი ქუჩის ყვავილებით მოხდა კაკუცა და მეტი მოხვიდა მე მგონი. სამაგერო თქვა მთელი ქალაქი ელაპარაკებს მაგაზე. და მინოსაც ჩემი სახელი დაეკრება. აი მე ხო გადმოიხედავს ფანჯრიდან. მარტო ფანჯრიდან გადმოხედვა ჩვენ უკვე აღარ დაგვაკმაყოფილებს. იმედი მაქვს ამ ყველაფრის შემდეგ ერთხელ გაგიღიმებს მაინც. ბაგრატიონ ბუხრანელიც მობრძანებულა. რომელი საათია თქვენო წინვალება? კაცი ბაგრატიონია, უყვარზილია. დიახაც. ისე რაც ჩემს გვარს უფხიზლია. ახლა 1 საათის ძილი აღარ შემარჩენია. მოვიდა. მოედროთ ახლა რა სტაცია. ბიჭო, მაისურაძე? დაუშველი ბოშო. ამას და აბა რა გეგონა? კონდაკტურში კურუკასაც ხوار კი არ ვიყავ, წასული. ორ თავა აღარ ვიმღერო? მადლობა ღმერთს. ვაიმე დედა. ავედი. რა? სურნა, ავედი. თაიგურისთვის მადლობელი ვარ, კაკუცა. მამა ჩასწოდა ხას მოერიდეთ. ხევანდელზე ერთობ გაბრაზებულია. რაო? გაბრაზებულია მამაჩემიო. ისე რასტერში ახლა ამბობს, აი, შენს დას ვინმე თავისი სახელი რომ დააქვს. ამდენი ყვავილით ასე საქვეყნო. მარტო მამაშენ იოსები კი არა. მთელი საჩოზე პეტი გადადგებოდა ჭუით. გაიგე რა მითხრა. მადლობელი ვარ, კაკუცა. რასა უნდა სულ ეგიყო? ორა. ბიჭებოც მაგაცავ გარგავთ. გადაგრებ შენეკალი რა. მოვდით მე და ბატუ რამდენი ყვავილების თრევით? აბა კიდე, კაი გულიო.
საშა. მე ბაშო რა მოხდა? რა ფერი ბიჭო, რა მოკლეს? ბიჭო ჩვენს მიერ კონტროლირებად არც ერთ ტერორისტს ეგ არ ჩაუდენია, ნოებადო. აბა ვიქნა ახლა ეს? სამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჩვენ მხარესაა, ილიას მკვლელობა? მოსახლეობა მაინც ჩვენს გვერდით იქნება. სისხლი ბევრი და მორალი ნული არა, ხარაგობი. რომელ მორალზე მელაპარაკებით, ნოებადო? ან რომელ ტერორისტულ აქტზე? დახვდნენ გამწარებული გლეხები და მოკლეს. თუ ერის მამა ხარ, უბრალო კაცის სატყვი არ გახდები. სალახანები ხარ შენ და შენაირად მაქრალები ყველა. იცი რომელ მორალზე გელაპარაკები? არარსებული ტალახი რომ ზილეთ და 1000 გვარი საზიცრობა დააბრალეთ. ილიას იმ მორალზე გელაპარაკები. თავად ჭავჭავაძისათვის ტალახის როლაში არ თქვენ დაგიზოგავთ, თავი. თქვენ არ იყავით ხარს რომ აძლევდით და მიკიჟინებდით. ასეა თუ ისე ვისაც არ უნდა დაეკვეთა ილიას მკვლელობა, ხალხი მაინც ჩვენ მოგვაწერს ამას და საფლავიდან ამოგვიღებენ იწოდა. სანამ ჩვენი საფლავიდან ამოთხრელები ჩვენს დამარხვას მოახერხებენ. იქამდე ჩვენ თვითონ დავმარხავთ მათ, ილიას სახელს კი ამოშანთავს ისტორია. აი ეს განსხვავებაა ჩემსა და შენ შორის. შენ რა იცი? ილია ჭავჭავაძის დაღვრილი სისხლის ფასი. და ვაი იმას, ვისაც ამ სისხლს შეახოცავს ისტორია. სისხლის ღრის გზა არ არის ბილი. უცნაური ხალხი ვართ ქართველები, აწი კიდე თეთრი პური აჭაბე და იავნანა უმღერე ქართველს. პაცახა შეიძლება შეგარჩინოს, მაგრამ მეორე ან მესამე თაობის ქართველი მაინც ამოთხრის ჩვენ საფლავს და ვისაც არ ამოთხრის სამარეთო ჩამოთხრის. უგაიგონე რა თქვა გაგი. ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო. არ დაგავიწყდეს ფილიპე მახარაძე აკაკი თქვა ეგ. და ეს სიტყვები სანაგვეცეთი არ დარჩება. თაობიდან თაობას გადაეცემა და იბართხებს. იბართხებს. ნახოთ. ნახოთ. Ostia, დღეს რორავი შემაწუხებს. ხოლოდ ნიკიტას საველიც თხოვეთ. როგორ? 1 საათის შემდეგ. გასაგებია? რა სიტყვები ბიჭო თქვი? თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშალი კოტეაფხაზი გესტუნათ, ბატონო. კოტეაფხაზი? გადაეცით რომ არა ვარ და მიღებაც არ აქვს. ის უკვე აქ არის და შემოსვლას ითხოვს. კარგი თხოვეთ. ოსია. ოღონდ ჯერ ნიკიტა საველიც თხოვეთ უკანა კავიდან შემოვიდეს და ჩვენ საუბარს ყური დაუდგოს. ივან, დაუყარე. მოგესალმებით თავადო და გილოცავთ მარშლად არჩევას. არ გელოდით, მშვიდობა. მშვიდობა გახლავთ, გენერალო. ბოლოსისათვის მადლობა მომიხსენებია. რას ბრძანებ თავადო, რას ბრძანებ? ობზადით, ისმენთ. დიახ. წავალსუფთა ჰაერზე გავისეირდე. ივან, გახევით. ობზადით. ისმენ თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გიახდეთ თქვენო მცინვალმა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით? ილია ჭავჭავაძის საქმე ახალახანია გამოძიებულია თავადო. დამნაშავედიც დასჯილი არიან და საქმეც დახურულია. ეგ გამოძიება
უფრო იმ ქოთარსაგან საიდანაც გინდა იქიდან რომ გამააბამ კაცი კურსი. ეგრევე ზერელეთ გამოძიებული მკვლელობა ყოველთვის უამრავ კითხვას გააჩენს ყველა მწყინვალს. ზერელეთ გამოძიებული? რას გულისხმობთ? ვერ ხვდებით. ეხლავე იგავთ. გისმენთ? თავადი ჭავჭავაძე 1906 წლიდან რუსეთის სახელმწიფო საბჭოში მოღვაწეობდა. აბა დაუფიქრეთ გენერალი. სადმე რუსეთში მსგავსი პერსონა რომ მოეკლას. გამოძიებამდე პასუხ გაუცემელ კითხვას დასტოვებდა. პასუხ გაუცემელს? ნუ თუ დარჩა ამ საქმეში რაიმე საკითხი შეუსწავლელი. ეხლავე მოგახსენე. გისმენთ თავადო. ათანატომ მაიაშვილმა დაადასტურა რომ ჭავჭავაძეს ტყვია მოხდა ზურგის მხრიდან. დაუკვირდით გენერალურ ზურგის მხრიდან. შემდეგ გაიარა გული და მარცხენა იღლის მიდამოებში გამოვიდა. მაგრამ ამას დაწვრილებით მე რატომ მიყვებით თავადო? იგლა ბერბიჭაშვილი და მისი ნაძილები როგორც მოგეხსენებათ. ეტლს წინიდან გადავდო. ეტლში ფეხზე წამომდგარ ჭავჭავაძეს კი ტყვია ზურგის მხრიდან აქვს მოხვედრილი. რატომღაც გამოძიებას ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი საქმეში გათვალისწინებული არ აქვს. ცხადზე ცხადია რომ მკვლელობა ჩაიდინა ეტლს უკან ჩასაფრებულმა უცნობმა, რომლის იქ-ყოფნა შესაძლებელია თავდამსხმელება არც კი იცოდა. მათ მხოლოდ შუბლის ძვალი ჩაუსხვილეს ილიას მაგ შემდეგ რაც ის ეტლიდან გადმოვარდა. ვერ ხვდებით გენერალურ რომ საქმე თეთრი ძაფით არის შეგირებული. სინდის გეფიცებით, თავადო სინდის გეფიცებით ეს ამავე პირველად მე. პირველად ზუსტად ამ ხელწერით არის მოკლული ეგზარქოსი ნიკოლი. და თემა გამოძიებამ არის ის რომ საქართველოში მოქმედ 55 ტერორისტიდან მსგავსი ხელწერა მხოლოდ ორს აქვს. ერთი მათგანი მაშინ უკვე კატორღაში ბრძანდებოდა, ხოლო მეორე სწორედ ეგზარქოს ნიკოლის მოკლიდან რამდენიმე ხანში საეჭვო ვითარებაში გააქმეს. თემა გამოძიებამ კი მაშინ მეოფე კირიონიცკი დააპატიმრა, რომელიც იმჟამად რუსეთში მოღვაწეობდა და ამ საქმესთან არანაირი შეხება არ შეძლებოდა ქონდა. კეთილი. ამ საქმეს შეიძლება თავიდან დაუბრუნდეს გამოძიება, მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია საითკენ მიგხავთ ეს საუბარი თავადო. იქითკენ გენერალი რომ ჭავჭავაძე გამწარებულმა გლეხებმა კი არ მოკლეს. ილია ჭავჭავაძე საქართველოს ავტონომიის საკითხს შეეწირა. ავტონომიის? დიახ, საქართველოს ავტონომიის. როგორც მოგახსენეთ, იმჟამად თავადი ჭავჭავაძე რუსეთის სახელმწიფო საბჭოში მოღვაწეობდა და იმპერატორისაგან ამ საკითხთან დაკავშირებით დადებით პასუხს-ელოდა. ცხადზე ცხადია რომ მკვლელობა ჩაიდინეს მათ, ვისაც არანაირად არ აწყობს საქართველოს ავტონომია. თქვენი არგუმენტები გასათვალისწინებელია თავადო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიუბრუნდებით თავად ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეს. მე კი მგონია გენერალო რომ გამოძიება შეგნებულად სოდავს. მოგეხსენებათ, მეც ამჟამად რუსეთის სახელმწიფო საბჭოში მოღვაწეობდა, გაფრთხილებთ. ამ საკითხს იქ დავაკეთე. დააყენეთ თავადო. დააყენეთ. მაგრამ მე გვირდებით რომ პირადად დავინტერესდები ამ საკითხით. ხო, კარგად დავაკეთეთ.